ისინი ყოველთვის გვაბრუნებენ უდარდელ ბავშვობაში. მათ ყოველთვის მოაქვთ მხოლოდ სიმშვიდე და მყუდროება. იქ სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე. მოასმენინეთ თქვენს პატარებს იმედის მომტანი კეთილის ღამრები. ბავშვობის დრო რადიო იმედზე. ერთ სოფელში ღარიბი ბერიკაცი ცხოვრობდა. ერთხელ ქალაქში წასვლა დასჭირდა. სოფელს რომ გასცდა, დაინახა ბავშვებს მელა დაეჭირათ. თათები შეეკრათ და მიწაზე დაათრევდნენ. შეეცოდა ბერიკაც საბრალო ნადირი. „ჰეი, ყმაწვილებო, მომყიდეთ მელა, მე კი ფულს მოგცემთ“. ბავშვები სიხარულით დათანხმდნენ. ბერიკაცმა მელა მხარზე მოიგდო, ფიჭვნარში შეიყვანა და უთხრა: „მელა კუდა ვიცოდე, დღისით მზისით მთიდან აღარ ჩამოხვიდე. სოფელს არ გაეკარო, თორემ კიდევ დაგიჭერენ და შავი დღე დაგადგება. ახლა კი შინ გაიქეციო“. ბერიკაცმა მელა კუდა გაუშვა. მელა კუდას მადლობის ნიშნად სრემლი ღვარად ჩამოსდიოდა. ასე ტირილ-ტირილით დაბურული დღესაკენ მოკურცხლა, მაგრამ ვიდრე თვალს არ მიეფარა, სულ უკან იყურებოდა. ბერიკაც უყურებდა. ამ ბერიკაც ხანდახან დალევა უყვარდა. ამჯერადაც ქალაქში საკედალია და უკან დაბრუნებულმა ფიჭვნარი ბარბაცით გამოიარა. უცებ გზის პირას სწორედ ის მელა კუდა გამოვარდა, მოხუც თავაზიანად მიესალმა და უთხრა: „ბაბუ, შენ რომ იმ დღეს სიკვდილს გადამარჩინე, მადლობა მინდა გადაგიხადო, მაგრამ რა ვქნა რომ არაფერი მაბადია, მე ხომ მხოლოდ მელა ვარ. აი რას გეტყვი, სოფელში ტაძრის წინამძღვარს ამ დღეებში ქვაბი გაუტყდა. ჰო და საჭმელს ვერაფერში მოხარშავს. მე ქვაბად გადავიქცევი, წამიღე წინამძღვართან და მიმყიდე, ცოტაოდენ ფულში შოვიო“. მელამ რკალივით შემოივლო გარშემო კუდი, სამჯერ შემოტრიალდა და უცებ გაქრა. მის მაგიერ გზასთან ქვაბი იდო. ბერიკაცმა გაიფიქრა, რახან მელა კუდა ქვაბად იქცა და ჩემი პატივისცემა უნდა, მისი გზაზე მიტოვება არ შეიძლებაო. აიღო ქვაბი და ტაძარში წავიდა. ტაძრიდან წინამძღვარი გამოეგება. „ქვაბი ხომ არ გჭირდებათ?“ კითხა ბერიკაცმა. წინამძღვარს მართლაც სჭირდებოდა ქვაბი. სწრაფად ჩაუთვალა ფული და ქვაბი გამოართვა. გაუხარდა ბერიკაც. ფული ისე წამოიღო, არც დაუთვლია და სწრაფად გასწია შინისაკენ. წინამძღვარი გახარებული დარჩა, რომ ასე იაფად იყიდა მოზრდილი ქვაბი და გადაწყვიტა მთელი წლის სამყოფი საჭმელი მოეხარშა. ხალხს თავი მოუყარა, სახურებს უბრძანა ქვაბი წყლით გაავსეთ, შიგ ცერცვით ჩაყარეთ და ცეცხლზე შემოდგიდო. როგორც კი ცეცხლი აბრიალდა, ქვაბმა მაშინვე დაიწრებინა. „ვაიმე მსახურებო, ვიწვიო და მოკურცხლა ცერცვიანად. დაიჭირეთ“. აყვებდნენ ყველანი და გამოუდგნენ ქვაბს, მაგრამ რას დაეწეოდნენ? მეორე დღეს ბერიკაცი მთაში წავიდა ფიჭხის ჩამოსატანად. უცებ საიდანღაც მელა გამოცუნცულდა. „რაო, ბაბუ, ფიჭხს აგროვებ?“ ბერიკაც გაუხარდა. „შენ გუშინდელი მელა არ ხარ? ცუდი დღე კი დაგადგა ქვაბად რომ იქეცი, ვიფიქრე რა ეშველება მეთქი, მაგრამ საბედნიეროდ ხედავ, კარგად ხარ. სახურებმა ცერცვი ჩამაყარეს, საჭმელი უნდა მოეხარშათ“. უპასუხა მელამ. „მე კი გამოვიქეცი, ცერცვით წამოგიღე საჩუქრად, მერე კი მთაში დავიმალე. მაგრამ შენი სიკეთისთვის ჯერ კიდევ მთლიანად არ გადამიხდია მადლობა. ახლა ცხენად ვიქცევი, შენ კი ვინმე მდიდარ კაცთან მიმიყვანეო“. თქვა ეს, კუდი რკალივით შემოივლო, სამჯერ შემოტრიალდა და შესანიშნავ შავ ცხენად იქცა. „რას ამბობ?“ გაასავსავა ხელები ბერიკაცმა. „არ ღირს ამდენ შეწუხებად, მაგრამ რახან უკვე იქეცი ცხენად, მეტი რა გზა მაქვსო“. მოხუცმა ცხენს სადავეში ჩასჭიდა ხელი და ქალაქში დიდარ ვაჭართან წაიყვანა. ვაჭარს ცხენი მოეწონა. „დიდებულიაო“, თქვა და მოხუც ფული ჩაუთვალა. ბერიკაც ამდენი ფული არასოდეს ენახა. სიხარულისგან აღარ იცოდა რა ეკნა. ვაჭარი კი ფიქრობდა, რა იაფად ვიყიდე, რა ლამაზი კარგად გახედნილი ცხენია. ქალაქში ასეთი ცხენი გაცილებით უფრო ძვირი ღირსო. საღამოდე ცხენს მოსართავები რომ ახსნეს, მაშინვე მთისკენ მოკურცხლა. ბერიკაცი მეორე დღეს კიდევ წავიდა ფიჭხზე. ხედავს ისევ ეძახის მელა. „ბაბუ, წუხელ საჯინიბოდან გამოვიქეცი. იცი რა, ერთ მოხუც ცოლი მოუკვდა. ახლა ახალგაზრდა და ლამაზი ცოლი შერთვა უნდა. მოდი მე წამიყვანეო“. თქვა მელა კუდამ და ახალგაზრდა ლამაზ ქალად იქცა. ბერიკაცმა წაიყვანა და იმ დიდართან მიიყვანა. როგორც კი ქვრივმა ლამაზი ქალი დაინახა, თავბრუ დაესხა. ბერიკაც ბლომად ფული აჩუქა და მეორე დღისათვის ქორწილიც დანიშნა. მაგრამ მელა კუდა ღამით გაექცა და ისევ მთაში დაბრუნდა. მას შემდეგ ბერიკაცი გამდიდრდა. ის და მელა განუყრელი მეგობრები გახდნენ. მელა სიკვდილამდე მის სახლში ცხოვრობდა და დიდ პატივისცემაში იყო. ისინი
ყოველთვის გვაბრუნებენ უდარდელ ბავშვობაში. მათ ყოველთვის მოაქვთ მხოლოდ სიმშვიდე და მყუდროება. იქ სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე. მოასმენინეთ თქვენს პატარებს იმედის მომტანი კეთილის ღამრები. ბავშვობის დრო რადიო იმედზე.